გამარჯობათ მოსწავლეებო. ვარდისფერი მეამბოხეები გესალმებით. და თქვენ რას აკეთებთ? კლასში ხართ? ჩვენ აქ ძალიან ვერთობით, ხო, გასახდელში. დიანა, უთხარი რომ გვინდა ერთი ადამიანი შემოერთება. ხო, განცხადება უნდა გავაკეთოთ ბავშვებო. გვინდა რომ ერთი ვარდისფერი მეამბოხე შემოგვიერთდეს და ვისაც გინდათ შეგიძლიათ სკოლის ჯგუფში დაწეროთ. მაგრამ ამ ადამიანს აუცილებლად ძალიან უნდა უყვარდეს ვარდისფერი. ჩუმოდიყავით მასწავლებელი მაიკი კლასშია. გამარჯობა მასწავლებელი მაიკ. კარგი, იმედია სანამ წასული ვიყავი, კარგად იქცეოდით. დიახ, მასწავლებელი მაიკ, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვკითხულობდი. კარგი, ახლა თქვენს ოდნასაც შევამოწმებთ. წვანე, ნუ იტყუები, წაიკითხა, რა თქმა უნდა. მასწავლებელი მაიკ, მინდოდა მეკითხა, შეიძლება რომ თქვენთან დამატებით ვიმეცადინო, ჩამორჩი და ჯული, ამაზე არდადეგებზე ვილაპარაკოთ. ახლა კითხევანდელი გაკვეთილის თემა ჩაიწერით. გამარჯობათ მოსწავლეებო. ვარდისფერი მეამბოხეები, მოგესალმებით. თქვენ კლასში ხართ არა? და ჩვენ? რა ხდება, ტელეფონები დადეთ, აქ მგონი გაკვეთილი გვაქვს. მასწავლებელი მაიკ, შეხედეთ. ჩვენ გაკვეთილი გვაქვს და ეს ვარდისფერი მეამბოხეები ერთობიან. ყველა ერთმანეთს გვაქვს და ყველა მაგრები არიან. ღმერთო ჩემო, ვარდისფერებში არიან, მეც ვარდისფერი ვარ. შემიძლია? ესე იგი შემიძლია მეამბოხე გავხდე? ჯული, რა? არაფერი ბროვასტი, მასწავლებელი მაიკი მოდის. გაკვეთილზე ტელეფონები არ შეიძლება. მასწავლებელი მაიკ. მე ტელეფონს არ მოგცემთ. მაშინ მოაშორეთ მერხიდან და ვიდეო გათიშეთ. კარგი. მეგობრებო, მოკლედ სწავლას მივხვდეთ, ახლა ტესტი უნდა დაწეროთ. ამას შეხედეთ. ეს რა არის? ახალ მონაწილეს ეძებენ ვარდისფერი მეამბოხეობისთვის. მე მინდა რომ გავხდე მეამბოხე. რა, ბაყაყებს არ გვაცვია ვარდისფერი. ჟენია, სკოლაში არ გვაცვია, მაგრამ სახლში მაქვს ვარდისფერი ტანსაცმელი. სტელა, დაივიწყე. გოგოებო, აი თქვენი კაკაო. კოსტა, შეხედე რა საოცარია. დიმა, დაწნადი, შენი სალთისფერი საოცარია. არა, კოსტა, სალთისფერი მოსაწყენია, არც ჩილიდერია და არც მეამბოხე და ყოველთვის მეკითხება, გიყვარ. ხო, კარინას მეკითხება და ერთხელ და სამუდამოდ გითხარი რომ მიყვარს და იმედია მეორჯერ აღარ შემეკითხება, თორე დავშორდები. მოკლედ კოსტა, გადავწყვიტე სალთისფერი მეამბოხე უნდა გახდეს. პიცა რამე ტიპი არის? აი ის მოიცადე, ჯერ არ დამითვლია. დღეს რა ხდება? ცუდი დღეა, ფული საერთოდ არ გვაქვს. მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. მეგობრებო, წყალს თუ შევკვეთოთ გაზის გარეშე, იცოდეთ რომ არ იმუშავებს. ხო, სალარო ცარიელია. ხო და ყველა უბრალოდ წყალს უკვეთავს გაზის გარეშე და კაკაოს. აი, სად არის ჩვენი წყალი გაზის გარეშე? აი, ხო გითხარით, მთელი დღე ასია. ჩვენ ფეხბურთელები არ ვართ, საყვარელო რა გინდა? მე მინდა соусიანი რამე. და მე ორმაგი ბურგერი მინდა. აი, ნორმალური შეკვეთა. მიდი ჩქარა, მაგი დაგაწმინდა, ესენი ტიპს მაინც დატოვებენ. გოგოებო, არ ვიცი, ეს საერთოდ არ მომწონს. მასკოტ, რატომ? მოდი ჩვენთან, ძალიან მაგარი იქნება. ხო, მე ამბოხე მასკოტი იქნები. და შენთვის უკვე ვარდისფერი ტანსაცმელი შევუკვეთეთ. მასკოტ, არ მესმის რა არ მოგწონს. მხოლოდ ბანის ჩილდერები კი არ ვართ, ასევე ვარდისფერი მეამბოხეები ვართ. გოგოებო, თქვენი მეამბოხეების გამო ჩილიდერობა საერთოდ დაგაუცდათ. ყოველდღე დარბაზში გელოდებით და საერთოდ არ ვარჯიშობთ. ხო, არ გვეთანხმება. მისმინე მასკოტ, ხო მიცი რომ ცოტა რთული ურთიერთობა გვაქვს კალათბურთელებთან და ისე გავუშვით როგორც თვითონ გვექცეოდნენ და დავიღალეთ უბრალოდ კარგად მოგცევით. მისმინე მასკოტ, გვპირდებით რომ შემდეგი კვირიდან ნორმალურად ვივარჯიშებთ. მასკოტ, ისე ნუ იქცევით, თითქოს წინა საუკუნიდან ხარ. მისმინე მასკოტ, ჩვენ პოპულარული ჩირლიდერები ვართ, ყველაზე მაგრები და ამას გარდა ვართ ვარდისფერი მეამბოხეები. რაც უფრო მეტი რაღაც ვართ, მე უფრო უკეთესები ვართ. უკეთესები და უფრო მაგრები. მასკოტ, ჩვენს გუნდში ხარ, შენც მაგარი ხარ. კარგი, გინდა რომ ეს დარბაზში გავაკეთოთ. მასკოტ, ვიცოდით რომ დაგთანხმდებოდი. და სხვა რა უნდა ვქნა? ყველაფერი იდეალურია. ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს. და როდესაც მეხუთე მეამბოხე გამოჩნდება, სკოლაში ყველაზე მაგრები ვიქნებით. გეთანხმები. რატომ მეხუთე? თქვენ 4 საკმარისად ცუდები არ ხართ? მასკოტ, 5-4-ზე უკეთესია. შენი ხელები ძალიან თხელია და შენი თითები დახვეწილი. ჯანდაბა რაიან, მორცხვი ვარ და ცოტა ჩუმა და ლუზერები არიან. არა, ლუზერებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ჯანდაბა რაიან, ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ. სულ ვამბობდი რომ დრო იყო რომ მე და შენ ერთად ყოფილიყავით. ჯიჯი, წავიდეთ, ხო? არა. ბროვასტი, გაიგე, მეამბოხე რომ გავხდები, მაინც მეყვარები. პატრიკ, მეც უნდა გავხდე მეამბოხე. ვარდისფერი ზედა მაქვს, დასრული, მაგრამ ვარდისფერია. ჯიჯი, ვიცი, შენ თუ მეამბოხეობა გინდა, ეს მართლა შეგიძლია. გახდი იმ ჩილედერებისნაირი, პომპეზური. პატრიკ, როდესაც გავხდები მეამბოხე, დამიჯერე, გუნდში რომ ვიქნები, თავაწეული ვივლი სულ. ძალიან მაგარი იქნება.
ჯანდაბა ჯიჯი, პატრიკი უფლებას გაძლევს ბროვასტი გამიშვიგთ ხო? ჯიჯი წავლა და მე არ წავა. კარგი კასტინგი იქნება. ხო, კარგი ცადე, მაგრამ ჩემი აზრით შენ არ აგიყვანენ. ამიყვანენ. აი აქ ყოფილ ხარ მეგობარო, ხომ არ გინდა ვისაუბროთ? ლეილა, ახლა მას ცუდად მოვიქცევი. რაიან, საჭირო არ არის. იანა, ყველაფერი უკვე აგიხსენი გუშინ. ურთიერთობა მაქვს და რა ხდება, როდესაც მეგობარი ურთიერთობაშია, მეგობრობისთვის დრო არ რჩება. ეგრე არა? ანუ ჩემი ადგილი შენ ცხოვრებაში საერთოდ არ არის. მაშინ ლეილა, ავდგები და ამ მეამბოხეებს შევუერთდები. მიდი იანა, წადი, მაგრამ არ მიგიღებენ. იცი რატო? იმიტომ რომ ვირთხა ხარ. ლეილა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევუერთდე. და ან შენი მეგობარი ვიქნები, ან ამაც შევუერთდები. იანა, სადაც გინდა იქ წადი და ლეილა, შენ ძალიან ლამაზი მუხლები გაქვს. კარგი, გასაგებია, ხო და წავედი, მეგობარი დაკარგე. ვახ, საბოლოოდ. მეგობარი დავკარგე? ჯანდაბა ჯიჯი, იანასაც უნდა რომ გახდეს მეამბოხე. კარგი, წავიდეთ გავემზადოთ. ამაზე ძალიან ნერვიულობ, ხო, მეც. დაკავებულია. აქ არის. კარგი, დაველოდოთ. არ ვიცი მეგობრებო, თქვენი აზრით ის სიმართლეს გვეტყვის. მია მათ საუბრებზე ყველაფერი იცის. მის ბუტინგში შოპინგობენ. რაღაცას აუცილებლად გაიგებდა. თქვენ ხართ? ეს ჩვენ ვართ. ჩვენ ლაპარაკი გვინდა. რა? თქვენთან სასაუბრო არაფერი მაქვს. არა, ჩვენზე არა, გოგოებზე. რა? ისინი შენ ბუტინგში ხშირად არიან. უნდა გითხრა, რაც მოისმინე, რაზეც ლაპარაკობდნენ. მომისმინე მია, არ მინდა რომ დაგაწავოთ, მაგრამ მართლა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, რაზე ჩვენი გოგოები ლაპარაკობენ. ჯერ გაიწიეთ, არ მომწონს ესეთი ჩახუთული ადგილები. კარგი, რა შემიძლია თქვა, რამდენიმე დღის წინ იყვნენ ჩემთან მაღაზიაში და რაღაცა იყვირეს. კალთბურთელები ძალიან გაოცებულები იქნებიან თუ რაღაც. აი ხო გითხარით, რომ ეს მთლიანი გეგმა ყოველუბრალოდ არ ჩაევლიდა. მია, კნოპამ თქვა რამე. კნოპა საერთოდ არ იყო, მხოლოდ დიანა, მერი და ნასტია იყვნენ. მომისმინე, მერიმ რამე ჩემზე თქვა. სულელი ხარ, გოგოები როცა შოპინგობენ, ბიჭებზე არ ფიქრობენ. აბა თავისუფალი ვარ? მია, მადლობა. ხო ხედავთ მეგობრებო, გეუბნებოდით რომ ისევ მოვწონვართ. გოგოებს ისევ უნდათ რომ შევამჩნიოთ. ხო, ასე ძალით იცვამენ რომ მერე უკან გავეკიდოთ. მეგობრებო, აბა რას ფიქრობთ, ნახოთ ჩვენი გოგოები. წავიდეთ. გამარჯობა, შეიძლება შენგან მაგიდები ვინათხოვრო. რისთვის? მოკლედ მეამბოხეები კასტინგს აწყობენ, ეგრევე დაგიბრუნებთ. მეამბოხეები, კასტინგი, უკვე დაიწყეს, საერთოდ რა კასტინგი? მოკლედ ის კასტინგი აქვს, მე-5 მეამბოხეს ეძებენ, შეიძლება ვცადო. შენ მეამბოხე ხარ? მომისმინე გვათხოვებ თუ არა? ხო, აიღეთ, მომისმინე, იქ ჩემი ყოფილია, ვერ წახვალ. და იქნება ამიყვანო, მინდა რომ გავხდე მეამბოხე გთხოვ? არ ვიცი, აზრი აქვს საერთოდ, ვეზიზღებით. გოგოებო, აზრი ყოველთვის აქვს ყველაფერს. სტელა, ბევრი რაღაც არიცი შენ, გუშინ ვარდისფერებით მოვედით და არა გვიყვანეს. კარგი, ვცადოთ, მაგრამ იცოდეთ, თუ მიგვიღებენ, ბაყაყები აღარ ვიქნებით, ბანი ვიქნებით. ბლონდი, შეგვიძლია მეამბოხეებიც ვიყოთ და ბაყაყებიც, ყველაფერს კრიტიკულად ნუიღებ. კარგი, გოგოებო, აბა ვცადოთ? ვცადოთ. კალთბურთელებო, თუ შეიძლება გადით აქედან, გჭირდება მაგიდები, რომ კასტინგი დავიწყოთ. გასასვლელისკენ. გოგოებო, თავის დაფასება საკმარისია, ვიცით რომ ეს მეამბოხეობა ჩვენ გამოა. რა, გეგონათ რომ მართლა გაგვიგვირდებოდა? გოგოებო, ისე სიმართლე რო გითხრათ, კი, ძალიან გაგვიგვირდა. გოგოებო, ეს გაიგეთ? საიდან იციან? მიამ ჩვენ ყველაფერი გითხრა და ამის მიხედვით რთულიც არ იყო, უბრალოდ მასაც შევხვდით. მან გითხრა როგორ ყიდულობდით ტანსაცმელებს მის ბუტიკში და ჩვენზე როგორ ლაპარაკობდით. დიანა? ვა, რამდენი რაღაც გაგირკვევიათ. საწყენია რომ მიამ მოგატყუათ. ახლა გადით თუ შეიძლება კასტინგი გვაქვს. გოგოებო, ზარზმელებები. იმედია კარგ მეამბოხეს აირჩევთ. ცოტა ნერვებს მიშლიან. დიანა, უბრალოდ დაწყნერება არ შეუძლიათ. ზედმეტად მაგრები ვართ. გოგოებო, კარგით, კასტინგი. იმედი მაქვს ღირსეულ მეამბოხეს ავირჩევთ. ხო, და საუკეთესო მიიღებს ამ კოსტუმს. გოგოებო, კასტინგი დავიწყოთ. კარგი, და პირველი შემოვიდეს ნომერი 4. გამარჯობათ მეამბოხეებო. მოკლედ თქვენი ვიდეო ნახე და ძალიან მინდა რომ მეც მეამბოხე გავხდე. გამარჯობა მწვანე. რატომ არ გაცვია ვარდისფერი? ვარდისფერი ტელეფონის ჩასადები მაქვს და ასევე მწვანეც ძალიან მიყვარს და ვერ გადავწყვიტე რომელი ფერი უფრო მირჩევნია, ვარდისფერი მწვანე. კარგი, გითხარი რატომ გინდა იყო მეამბოხე? თლიანად თუ შეიძლება. გოგოებო, თქვენთან ერთად ყოფნა მინდა, იმიტომ რომ ყველაზე მაგრები ხართ და მეც მინდა რომ ყველაზე მაგარი ვიყო. მგონია რომ საუკეთესო არჩევანი ვიქნები. მაგარია რომ ეგრე ფიქრობ. კარგი მწვანე, თავისუფალი ხარ, დავფიქრდებით. კარგი, შემდეგი უნდა შემოვიდეს ნომერი 8. დაფიქრდით და გირჩევნიათ მე ამირჩიოთ.
გამარჯობა მე ამბოხეებო. რა? გომბე შო მე ამბოხეთ არ მესმის რატომ იცინით? ეს ხომ კასტინგია, ნომერი ავიღე, ნომერი 8 და რომ გადაწიო, არის უსასრულობის ნიშანი, ანუ შემიძლია ბანის მე ამბოხეც ვიყო და ბაყაყით. მის მინეჟენია, ჩვენ აქ ერთი ოქროს წესი გვაქვს. მოღალატეებს არ ვიღებთ და შენ აქ მოსვლით უკვე შენს გუნს უღალატე. არა, ერთი წუთით დავაცადოთ, გითხრას რატომ უნდა რომ იყოს ჩვენთან ერთად მე ამბოხე. მე ამბოხეობა მინდა, იმიტომ რომ მაგარ ბიჭებთან ერთად ვიქნები. აჰა, ყველაფერი გასაგებია, შეყვარებული უნდა. კარგი ჟენია, მადლობა. დავფიქრდებით. შემდეგი ნომერი არის ნომერი 2. დაფიქრდით, ეგეთი ცუდიც არ ვარ, ნორმალური ვარ, კარგი ვარ. აბა რაო? მოვეწონე. რანაირად მოეწონე, ვერ მოეწონებოდი. კარგი, შემდეგი ვინ არის? მე მაქვს ნომერი 2, მე ვარ. წარმატებები მისურვეთ. წავედი. ჯიჯის არა იყვანენ, 100%-ით ვიცი. ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მორჩა. ჯიჯი. გამარჯობა. გამარჯობა ჯიჯი, თუ შეგიძლია იქ დადგე, რომ უკეთესად დაგინახოთ. მითხარი რატომ მოხვედი აქ, რატომ გინდა რომ იყო მე ამბოხე? 1 2 3 4. იმიტომ რომ ვარდისფერი მიყვარს, ეს ზედა არ გამიხდია, ნახევარი წელია. მოიცა ნახევარი წელი, საერთოდ არ რეცხავ ტანსაცმელს. მომისმინე ჯიჯი, შენ შეყვარებული ყავს, რაში გჭირდება ეს ყველაფერი? მინდა რომ ჩემი შეყვარებული მე ამბოხესთან ერთად იყოს. მომისმინე საყვარელო, ეს კოსტუმი ადვილი მისაღები არ არის. კარგი ჯიჯი, გასაგებია. კარგი, შემდეგი ნომერი არის ნომერი 7. იცით რა, მე მგონია რომ ყველაზე მაგარი მე ამბოხე მე ვიქნები, თან მაგ კოსტუმში დაიმახსოვრეთ ნომერი 2, ხმა უნდა მომცეთ მე 2-ს. რა, ხმა მივცეთო, მაგრამ ჩვენ ხმას არ ვაძლევთ, ვირჩევთ. ნომერი 7 შემოდი გამარჯობა, მე მინდა რომ მე ამბოხე ვიყო, რადგან ჩემში მე ამბოხე არსებობს და ხომ გახსოვართ მე ბაყაყი, ისევი ცუდი გოგო ვარ. მომისმინე ბლონდი, აქ რომ მოდიოდი კასტინგზე, მართლა გეგონა რომ შენ აგირჩევდით? ბლონდი, შენ არ აგირჩევთ. ზედმეტად ცუდი ადამიანი ხარ. ამიტომ შემდეგი ნომერი 1. შეგეშინდათ არა? გეშინიათ რომ თქვენზე უკეთესი ვიქნები. კარგი, არ ვიქნები მე ამბოხე, მაგრამ თუ თქვენთვის ადვილი არ იქნება. ბლონდი, გავიგე რომ ნომერი 1 შემოდისო. ჯული, ისეთი ქერა ხარ, ვარდისფერი ქუდით, ვარდისფერი ზედით. იდეალური მე ამბოხე იქნებოდი. ნამდვილად, მე ამბოხე. გოგოებო, ის ჩემი ყოფილია, არ მიიღოთ. ხო, გოგოებო, ძალიან დიდხანს ვემზადებოდი. მე ბარბის გვავარ და ბარბის ძალიან უყვარს ვარდისფერი. მაგრამ ჯული, ჩვენ ბარბები არ ვართ, ჩვენ ვარდისფერი მე ამბოხეები ვართ. ჯული, მოგწონხარ და შეიძლება აგიყვანოთ კიდეც. მაგრამ ერთი მაგრამ არის. ზედმეტად პატარა არის ეს ფორმა შენთვის. მოდი გავიგოთ, მაინც რატომ უნდა ჯულის რომ გახდეს მე ამბოხე. გოგოებო, მე ამბოხეობა, იმიტომ მინდა რომ ჩემო ყოფილმა შეყვარებულმა თავისი და ყსუკმინოს. გოგოებო, არა, გთხოვთ, არა. მადლობა ჯული, დავფიქრდებით. შემდეგი არის ნომერი 5. საშიში იყო? სხვათა შორის არა, ძალიან კარგი იყო. მგონია რომ ჩავაბარებ. კარგი, ვნახოთ, მე ვარ შემდეგი. ჰეი, ვირთხა, შენ ნამდვილად არ აგიყვანენ. ზუსტად იმიტომ ვარ ვირთხა, რომ ჩემსას ვიღებ. ნეტა ვინ არის ნომერი 5? ღმერთო ჩემო, ნომერი 5 ვირთხაა. გამარჯობათ მე ამბოხეებო. არ მელოდით? ამიყვანეთ, თქვენთვის ან კარგი იქნება, ან ცუდი. ვაიმე, ვირთხა მოვიდა ჩვენთან და რა მოგიყვანა აქ? სად არის შენი მეგობარი ლეილა? ჩვენს გუნდში ვირთხები არ იქნებიან. ხო, მაგრამ შანს არ მომცემთ რომ გითხრათ რატომ მინდა თქვენს გუნდში ყოფნა. არა, არ მოგცემთ მაგის შანს. ნასია, ყველას ვაძლევთ შანს. გითხარი იანა, რატომ გინდა რომ შემოგვიერთდე ჩვენ როგორც მე ამბოხე? რადგან ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა, ახლა შეყვარებული ყავს და ჩემთვის დრო აღარ აქვს და საერთოდ აღარ უჭირდები. ღმერთო ჩემო, ახლა ცრემლებს გადმოყრის. ლეილას შეყვარებული ყავს? ხო, რაიანი. კარგი, იანა, დავფიქრდებით. რა? შემდეგი ნომერი 3. უბრალოდ დაფიქრდით, შედით ჩემს მდგომარეობაში. გამარჯობა გოგოებო, დღეს თქვენი ვიდეო ვნახე, ძალიან სასაცილოები იყავით და მინდა რომ თქვენთან ვიყო. ნეტა როდის ქონდა მაგის საყურებლად დრო? უკვე სკოლის ჯგუფშია. დიანა, 100% არა, გადახაზე. მოიცადეთ, ვიცი რომ აისის ყოფილი შეყვარებული აქ არის, პრობლემები არ მინდა. ნასია, შენთან მეგობრობას ვცდილობ. რა? გოგოებო, თქვენი აზრით მოწინააღმდეგეებს შორის მეგობრობა არის? ხდება ეგრე? კარგი პიცა, დავფიქრდებით. შემდეგი ნომერი 6.
მგონია რომ კარგი დამატება ვიქნები თქვენი გუნდისთვის. ნასტია, რატომ არა? ძალიან მაგარია, თან მაგარი პირსინგი აქვს ხვირზე. დიან, ახლა შუბლში დაგარტყავ. გასაგებია. იცი რა ნასტია, ხომ თქვი რომ აისი არ გადარდებდა? მე რა რომ ეგუთქვი, ჩემი ყოფილი შეყვარებულის ახალი შეყვარებული, ამიტომ არა თქო. კარგი, ახალი მონაწილე შემოვიდა. თელმა ბაყაყებმა გადაწყვიტეს რომ კასტინგზე მოვიდნენ? გოგოებო, ეს ბოლო არის? კი. გამარჯობა სტელა, გთხოვ, გითხარი რატომ გინდა რომ შემოგვიერთდე ჩვენ, როგორც მე ამბოხე. ყველაფერი ძალიან მარტივია. ბლონდიმ დამღალა, სულ ყვირის, ისტერიკულად. და თქვენთან ერთად მინდა. გასაგებია. თანახმა ხარ რომ გაიხადო ბაყაყების ფორმა და ჩაიცვა ვარდისფერი ტანსაცმელი? თანახმა ვარ რომ ვარდისფერი ჩავიცვა. თანახმა ვარ რომ ფორმა მეცვას და სულ თქვენიც გვერდით ვიყო. ვა, ეგ არავის არ უთქვამს აქამდე ჩვენს გვერდით ყოფნა. პირველი ხარ სტელა. კარგი დავფიქრდებით, ყველას უთხარი გარეთ რომ დაახლოებით 15 წუთი გჭირდება მოსაფიქრებლად. კარგი. ვეტყვი და მე ამიყვანეთ. ბლონდიმ დამღალა, ოღონდ მე ეგ არ მithქვამს. აბა გოგოებო, რომელი უნდა ირჩიოთ? რთული არჩევანია. კარგად უნდა დავფიქრდეთ. მოკლედ გოგოებო, მე თუ ამირჩევენ, ჩემ გარეშე მოგიწევთ ყოფნა. და მე იქ რაც თქვი ყველაფერი სიმართლე იყო. ნეტ ამირჩიონ. ჩემმა ისტორიამ თუ არ მოხიბლა, მაშინ უსულოდ თხები არიან ყველა. მგონია რომ მე ამირჩევენ, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონის ჩასადები მათი ფერია. გოგოებო, გადავწყვიტეთ. ხო, გადავწყვიტეთ. ნასტია, დაწყნარდი. ყველა თქვენგანს უნდოდა რომ ყოფილიყო მე ამბოხე, მაგრამ ერთი შეძლებს ჩვენთან მოსვლას. და გოგოებო, არ არის საჭირო რომ თქვენს ნომერზე ხელის დარტყმა უკვე ავარჩიეთ და ეს ვირთხაა. ვირთხა? მე? ხო,იანა, შენ, მაგრამ ერთი მიზეზის გამო აგარჩიეთ. ჩვენ თეთრები და ფუმფულები ვართ და ვირთხა გვაკლდა. და ახლა შენ ჩვენი გუნდისთვის მშვენიერი შემატება იქნები. გოგოებო, ხომ გითხარით რომ გამარჯვება ჩემი იქნებოდა. კარგი ფორმა? მოდი და აიღე. და არანაირი ხუმრობები. ისევე გავარდები აქედან, როგორც შემოხვედი. ვაიმე, ლეილას როგორ შეშურდება. კარგი, ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავთიანა. წარმატებები. ბავშვებო, სულ ეს არის. ახლა 4 არა, 5 ვართ. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და გემშვიდობოთ. კარგად.